ახლა ერთ-ერთი მთავარი კითხვა არის ის, თუ კონკრეტულად რომელი ბიზნესის წარმომადგენლები შეიძლება ყოფილიყვნენ ზეწოლის ქვეშ, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ქართული ოცნებისათვის შეეწირათ ან ქართული ოცნების წარმომადგენლებისათვის გადაეცათ თანხები, სწორედ ამიტომ დაუკავშირდით ასოციაციებს და დავსვით კონკრეტული კითხვები იმასთან მიმართებით, ხომ არ გაჟღერებულა რომელიმე შეხვედრაზე მსგავსი ტიპის განცხადება ან რომელიმე ბიზნესის წარმომადგენელს ხომ არ ჰქონია პრეტენზია მთელი ამ დროის განმავლობაში ქართული ოცნების მხრიდან ზეწოლასთან დაკავშირებით, რამდენიმე ასოციაციაში გაგვცეს პასუხი, გვეუბნებიან, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია მათ არ აქვთ და არა მხოლოდ იქ არ გაჟღერებულა, სადაც ისინი მართავენ ხოლმე ზოგადად ოფიციალურ შეხვედრებს იმ სხდომაზე, არამედ პირად საუბრებშიც კი არავის არ ქონია მსგავსი ტიპის საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია, თუმცა მოვისმინეთ მაგალითად ასეთი პოზიციებიც, რომ გუშინდელი ჩვენება მიქაუტაძის არის უფრო მეტად კლანური დაპირისპირებისა და როლური თამაშების გადანაწილების დემონსტრირება და მათ შორის ქართულ ოცნებაში არსებული დაპირისპირების ღია დადასტურება, ვიდრე რაიმე რეკეტი ან ზეწოლა ბიზნესზე. ბიზნესი არ არის იმდენად დიდი, რომ ხალხი ხადოს თავრობასთან. ანუ არ მოსულოთ თქვენთან მსგავსი ინფორმაცია არაფერზე, რომ ვიღაცა მაგალითად დაეტერორებინათ, გამოეძალათ თანხა, ან იძულებული გაეხადათ. არა. ჩემამდე ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არ აქვს. რაც გუშინ გაჟღერდა მიქაუტაძეს მხრიდან, მე ამას უფრო რაღაც კლანურის დაპირისპირების რეალობას უფრო უყურებ, ვიდრე ბიზნესის ტერორიზმს. არსებობს ქვეყანაში ისეთი ბიზნესები, რომელიც ხელისუფლებასთან შეხმატკილებული არის და შესაბამისად, როდესაც ისინი რაღაც თანხას იხდიან, ეს უშუალო პარტნიორობის სავარცხლოთ ამას, რომელიც შეიძლება უკანონოდ ჩაითვალოს ტერორს დავარქვათ თუ ხარჯს დავარქვათ, ასეთი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ის რომ მაგალითად ჩვენს სფეროში იყოს ასეთი ფაქტი, ეგერ არ ცნობია. მსგავსი ტიპის ინფორმაცია არც ერთ ჩვენ წევრ კომპანიას არ გავიშერებია, არ მომწოდები, არც ხდომაზე, არც პირადად სიმართლე რო გითხრა. რომეო მიქაუტაძის ჩვენებამ დაადასტურა, რომ ქართული ოცნება არ იკეტებს და ატერორებს ბიზნესს, ასეთი არის დარგის ექსპერტებისა და სპეციალისტების შეფასება ამ თემასთან დაკავშირებით. ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდი ხანია იკვლევენ კორუფციას და მუშაობენ ამ თემაზე, დადასტურებულად ამბობენ, რომ ახალი არ არის ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ქმედებები. უბრალოდ რომეო მიქაუტაძის ჩვენებამ ლუსტრაცია მოახდინა ამ ყველაფრის და ის სქემა, რომელიც დიდი ხნის წინ გაიშიფრა, ზედაპირზე ამოიტანა. ის მოგონილი და ხელოვნურად შექმნილი განწყობა, რომ ბიზნესი თავისუფალია, საბოლოო ჯამში მიქაუტაძის ჩვენებით დაინგრა. არანაირი ბიზნესი არ არის თავისუფალი დღეს. ქართული ოცნება ბიზნესს ატერორებს და ბიზნესს ართმევს ფულს. იმ წართმეული ფულით არის, რომ დღეს დგას ფეხზე ქართული ოცნება. ამ წართმეული ფულით არის, რომელსაც ხარჯავს დღეს ევროპის წინააღმდეგ და ქვეყანა მიყავს რუსეთში. ამ წართმეული ფულით ფინანსდება ტროლბოტები, წართმეული ფულით ფინანსდება ყველაფერი ის ცუდი, რასაც დღეს ქართული ოცნება აკეთებს და ეს ფული არის წართმეული ქართული ბიზნესისგან. ფული რამდენიმე ადგილზე ნაწილდებოდა, ეს იყო წამრთმები, ფული უნდა წაიღო, ანუ ლილუაშვილიც და მიკაუტაძეც კარგად უნდა ცხოვრობდეს. შემდეგ ფული მიდიოდა კიდევ სხვა ჯიბეებშიც, რომ ხმა არ ამოეღო კიდევ დანარჩენ ჩინოვნიკებს და ასევე ფული მიდიოდა ქართული ოცნების პარტიულ ყულაბაში, ხო, როგორც თეთრი, ეგრეთ წოდებული რეგისტრირებული შემწირველები და ასევე ის ფული, რომელიც არჩევნებზე იხარჯებოდა. რომეო მიქაუტაძე ლილუაშვილის საქმესთან დაკავშირებით გუშინ დისტანციურად დაიკითხა, პროკურორმა ამასთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა, იქიდან გამომდინარე, რომ სხდომა არის დახურული, მედიის წარმომადგენლები მას არ ესწრებოდნენ, შესაბამისად პროკურორზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ამხილა ის ყველაფერი და დეტალურად მოყვა რომეო მიქაუტაძემ, რაც დაკავშირებული იყო თანხების გამოძალვასთან და მიტანასთან დაკავშირებით, მათ შორის კონკრეტული ფიგურანტი ამ შემთხვევაში არის ლილუაშვილი, თუმცა გარდა ამისა, იდენტიფიცირების გარეშე საუბარია ერთ-ერთ ბიზნესმენზე, რომელიც მათივე განმარტებით და პროკურორის თქმით არის დაკითხული და რომელმაც თქვა და გაიხსენა, როგორ გამოართვა მას თანხა მიქაუტაძემ და როგორ შეფუთა ეს ყველაფერი სახელმწიფო ინტერესად. ამიტომ ახლა ერთ-ერთი მთავარი ადრესატი ამ კითხვის არის სწორედ ბიზნესი, ბიზნესის წარმომადგენლები და ჩვენ ცხადია გავაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას იმის სადემონსტრაციოდ და საჩვენებლად, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ქართული ოცნების ზეწოლის მსხვერპლი ან ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული, ვისაც შესაძლებელია საკუთარი ნებით პარტნიორობისა და გარიგების საფუძველზე მიეტანა თანხები მაღალჩინოსნებთან.